გამარჯობა. მცირე შესვენების შემდეგ ლავაგრძელებს მუშაობას ნიუპრესის ყოველკვირეული გადაცემა აქცენტი ნინო წუწენიძესთან ერთად. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი არჩევნებისთვის ემზადება. 23 თებერვალს გადაწყდება ვინუხელმძღვანელებს 4 წლით უნივერსიტეტს. არჩევნებისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს. გიორგი ონიანი, გიორგი ღავთაძე, ბესარიონ მიქელთაძე და დიმიტრი კოპალიანი. გიორგი ღავთაძე და გიორგი ონიანი უნივერსიტეტის ყოფილი რექტორები არიან. კარიერისთვის იბრძოლებს ასევე ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ბესარიონ მიქელთაძე. რაც შეეხება ქუთაისის ყოფილ მერს დიმიტრი კოპალიანს, ის ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს და ძალიან დიდი სურვილი აქვს მისი ცოდნა გამოცდილება საქართველოს მოახმაროს. იღებს რა მონაწილეობას არჩევნებისთვის გამართულ მარათონში გამარჯვების დიდი იმედი აქვს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი ონიანი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო მარათონი იწყება უნივერსიტეტში არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ 2005 წლებში იყავით წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. სხვათა შორის ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა თქვენ დაინიშნეთ რექტორად. ძალიან ბევრი დადებითად შეხვდა, ბევრი სკეპტიკურად განეწყო თქვენი ასაკის გამო, ახალგაზრდობის გამო და ამბობდნენ, რომ ეს ურთულესი დარგია, გაუძღვებოდით აი ამ მნიშვნელოვან და ურთულეს საქმეს. საინტერესოა დღევანდელი გადასახედიდან, როგორ შეაფასებდით იმ პერიოდს, როცა თქვენ რექტორი იყავით უნივერსიტეტისა, როგორ გაართვით თავი აი ამ ურთულეს საქმეს? მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. რაც შეეხება 2005-2010 ნამდვილად ახალგაზრდა გახდით, 32 წლის ვიყავი, როდესაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე. არ იყო მარტივი პერიოდი ჩემთვის, ვინაიდან ადმინისტრაციული მუშაობის მდიდარი გამოცდილება არ მქონდა. ერთი რაც მქონდა იყო საუნივერსიტეტო ღირებულებებისადმი პატივისცემა, აკადემიური წარსული, ენთუზიაზმი და სწავლის სურვილი, ასე ვთქვათ, მუშაობა თან სწავლა იმისა თუ როგორ უნდა იურთიერთო უნივერსიტეტთან, როგორ უნდა მართო უნივერსიტეტი. შემდგომ საბედნიეროდ ისე გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნია, რომ მთლიანობაში პოზიტივმა იძალა ჩემი მმართველობის პერიოდში, მე დადებითად ვაფასებ იმ პერიოდს, ვთვლი რომ შეუძლებელი შეიძლება ვერ შევძელი, მაგრამ შესაძლებლის ხელოვნებაა მართვა და ამ თვალსაზრისით ოპტიმალური ნაბიჯები გადაიდგა. ბევრი იყო მაშინ გამოწვევები, მოგეხსენებათ რომ უნივერსიტეტების რეფორმირების პროცესი დაიწყო, ინგრეოდა რაღაც ძველი, იყო რაღაც ახლის შენების სურვილი და ჩემთვის როგორც მმართველისათვის უმთავრესი პრობლემა გახლდათ ძველის და ახლის აი ამ ჭიდილის დროს არ დაანგრეული იყო ის რაც ფასეული იყო, ის რაც მყარი იყო და რაზეც იდგა უნივერსიტეტი და ვფიქრობ რომ ამ თვალსაზრისით რაღაცები ნამდვილად შევძელით, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დაასახელებს პრეცედენტს იმისა, რომ თქვათ ასაკობრივი ნიშნით, ან თუნდაც გარკვეულწილად პოლიტიკური ნიშნით ცდუნებული იყო მაშინდელი ხელისუფლება საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველა პროფესიონალი უნივერსიტეტში ყოფილიყო, მიუხედავად მათი, ასე ვთქვათ, ასაკობრივი მდგომარეობისა, მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ეს ნამდვილად გახლდათ გამოწვევა, რომელსაც ჩვენ მაშინ წარმატებით გავუძელით. ესე იგი, ბევრ გამოწვევას გავუძელით წარმატებით და ეს მხოლოდ ნაწილია. დიახ, დრო მცირე გვაქვს და ჯობია რომ ძირითადზე გავამახვილოთ ყურადღება და რატომ გადაწყვიტეთ ისევ რექტორობა? რა ხიბლია თქვენთვის აი ამ თანამდებობაში? ხიბლი ახლა სტანდარტული ნათქვამია, მართალია ჯარისკაცების ოცნებაა გენერლობა. და თუ გადმოვიტანთ საუნივერსიტეტო და სინამდვილეში, მაშინ პროფესორების ოცნება, რექტორობა უნდა იყოს, მაგრამ თადასეც არ არის. უკეთესის კეთების სურვილი, უნივერსიტეტის უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი. ეს არის მაუძრავებელი მოტივი და არა ის, რომ თქვათ გენერლობას ვეძებთ. ახლა მე არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ 2010 წელში შემეძლო არ წავსულიყავი თანამდებობიდან, სწორედ გენერლობას და ჩინმენდლებს და ჩინს გამოკიდებული ადამიანი რო ყოფილიყავი. არა, უბრალოდ
მაშინ ჩავთვალე რომ წასვლის დრო იყო, ჩემი ხედვები და თქვათ გარეშე არსებული ხედვები უკვე ერთმანეთს ვეღარ ეთანხმებოდა. ამ 4 წელმა რაღაცებზე დამაფიქრა, თქვათ რაღაც გამოცდილებებით შემძინა და დღეს ვთვლი რომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად რა თქმა უნდა ვიტყვი რომ უნივერსიტეტში საკმაოდ არიან თანამოაზრეები რომლებიც მომიაზრებენ გარკვეული წრის წამყვანძალად და მათთან ერთად ვთვლი რომ საჭიროა ახალი ძალა, ახალი სისხლი უნივერსიტეტისათვის. ეს არის მოტივი. გასაგებია. ბატონო გიორგი, ვერაფრით თაუვლით გვერდს ერთ მნიშვნელოვან თემას, სხვათა შორის გაჟღერდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აი თქვენი რექტორობის პერიოდში ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთებოდა, ფინანსური დარღვევები და გაყალბებულ დიპლომებზე საუბრობენ. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით, რამდენად სწორია ეს ბრალდებები და როგორ გასცემთ პასუხს? საერთოდ ბრალდებები იყოფა 3 ნაწილად. მე ასეთ კლასიფიკაცია მაქვს. ჭორები, ცილისწამება და ბრალდებები, რომლებიც რეალურ დანაშაულს აღნიშნავენ. თქვენ რაც ჩამოთვალეთ, მე ამას უფრო პირველ და მეორე კატეგორიას მივაკუთვნებ. უფრო კი არა, საერთოდ ამ პირველ და მეორე კატეგორიაში გამოვკეტავდი. ახსენეთ დიპლომები, ახლა მე არ არის ჩემთვის სასიამოვნო ასე ვთქვათ, განსასჯელის ვარიანტში საკუთარი თავის დაცვითი სიტყვის თქვა, მაგრამ რახან კითხვები არსებობს, და რატომ წამოვიდა ეს კითხვები იქნება? როდესაც უნივერსიტეტს 6 წლის განმავლობაში მართავ, ბუნებრივია, რომ არის გარკვეული უთანხმოებები, არის გარკვეული კონფლიქტები, არის განსხვავებული აზრიც მოღვაწეობასთან მიმართებაში. ნეპოტიზმი მე ვერავინ ვერ დამისახელებს ჩემი მმართველობის პერიოდში, რომელიმე ჩემს ნათესავს, რომელიც მე ამ ხნის განმავლობაში დავნიშნე უნივერსიტეტში და ვიღაც ახალი პირი მოვიყვანე ნათესავის სახით. ასეთი შემთხვევა არ არსებობს. ვინც დამხვდა, მათ საკუთარი და მათი პროფესიონალიზმის მიხედვით ჰქონდათ თავისი გზა უნივერსიტეტში. ვერავინ ვერ იტყვის, ახლა თუ ესე ძალიან დეტალურ დონეზე დავალთ, ვთქვათ, მამაჩემი მოღვაწეობდა უნივერსიტეტში, ის რომ პროფესიონალი იყო, ყველა მიცოდა და ყველა მიცის. გაყალბებული დიპლომების თემა, ეს არის თითიდან გამოწვეული თემა. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ლექტორის ნაცვლად გამოცდა მიიღო მეორე ლექტორმა. ეს გახდა შემდეგ გარჩევის საგანი. ნუ შეიძლება რაღაც იქ პროცედურულ დარღვევას მცირეც ჰქონდა ადგილი, მაგრამ სპილოდ გადავაქციოთ თემა და ვთქვათ, რომ უნივერსიტეტში მასიურად იყო და ამას გამოეკეთნენ. არა, ეს იყო სულ ერთი თუ ორი სტუდენტის შემთხვევა საინჟინრო მიმართულებით და ერთ-ერთი პიროვნება იყო ჩვენი პროფესორი, ახლა გვარს არ დავასახელებ. მას ჰქონდა გრძნობიარე დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში, კომისიაც შეიქმნა და იმ ორი კინკილას შემთხვევის განხილვას დაახლოებით ჩვენ 2 წელი მოვანდუმეთ და დანაშაული იქ არ გამოიკვეთა და ახლა როდესაც ვიტყვით რომ უნივერსიტეტში დიპლომების თემა საზოგადოებამ შეიძლება იგულისხმოს რომ მასიურად რაღაც დიპლომები იყიდებოდა, გაიცემოდა, ეს იყო სულ ორი სადავო შემთხვევა, რომელიც არ დადასტურდა. გასაგებია და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით. ფინანსურ დარღვევებს რაც შეეხება, ახლა ფინანსურ დარღვევებს 2009, 2010, 2011, 2012 და თუნდაც მის შემდეგ წლებში არავის არ პატიობდნენ. მე რატომ მაპატიებდი? რომ ყოფილიყო. გასაგებია. კარგით, ბატონო გიორგი, 19 კაციანი აკადემიური საბჭოს ხელშია უნივერსიტეტის კორექტურა შევიტან, კორექტივს 18 კაცია. 18 კაციანი, უკაცრავად. კარგით, 18 კაციანი აკადემიური. თუმცა სადავო თემაა, 18-იანია თუ 19-იანი? რატო გახდა სადავო? ხო იყო ლაპარაკი, რომ 19 კაციანი იყო. მე მოკლედ გეტყვით, უმაღლესი განათლების კანონში მთავარი პრინციპი არის ასეთი, რომ უნივერსიტეტის ფაკულტეტები თანაბარი წარმომადგენლობის საფუძველზე ირჩევენ რექტორს. 9 ფაკულტეტია, თითოეულს ყავს 2 წარმომადგენელი, ანუ 18 კაცი, რომელიც შექმნილია ფაკულტეტებიდან პარიტეტულ საწყისებზე ფორმირებული აკადემიური საბჭოს სახით, ირჩევს რექტორს. ეს არის კანონის სულისკვეთება რექტორის არჩევასთან მიმართებაში.
თუ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ანუ რექტორი არის წევრი აკადემიური საბჭოში, ანუ იმ 18-ში შედის, მაშინ მას აქვს სრული უფლება მისცეს ხმა. თუ არ შედის, მას როგორც თავმჯდომარეს ენიჭება თუ არა ამის უფლება, ეს იურიდიული კაზუისტიკის საკითხია და აზრები აქ იყოფა. გასაგებია, დიდი მადლობა ესეთი სწორი და საინტერესო განმარტებისთვის. კარგით, 18-კაციანი აკადემიური საბჭოს ხელშია უნივერსიტეტის მომავალი. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ამ საბჭოს უმრავლესობა მხარს გიჭერთ და ხომ არ ფიქრობთ, რომ წინასწარ ამის განცხადება ცოტა არაობიექტურობის მიმანიშნებელია და თუ კი მხარს გიჭერთ თქვენ საბჭოს უმრავლესობა, მაშინ რაღაც საჭირო არჩევნები. დავაკონკრეტებ, არა, ასე მე არ მithქვამს, რომ უმრავლესობა მხარს მიჭერს, უმრავლესობა ნიშნავს რას, თუ 18 წარმომადგენელი ყავს აკადემიურ საბჭოს, 10 მე მიჭერს მხარს, ამას ნიშნავს. არანაკლებ 10, 10, 11 და ასე შემდეგ. მე როდესაც ეს ინტერვიუ მივეცი, თქვი აკადემიური საბჭოს წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი. მნიშვნელოვანი ნაწილად შეიძლება შეითვალოს 5-6 კაციც კი. როდესაც აკადემიურ საბჭოში 5-6 პიროვნებას შენის ჯერა აპრიორი, თავიდანვე ეს ცოტას არ ნიშნავს. სწორედ ეს ვთქვით, რომ ახლა კუნთების თამაში ნამდვილად არ მქონია მიზნად მე, ამით ხაზი გაუსვი იმას, რომ როდესაც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე წარდგები, უნდა გქონდეს აკადემიური რესურსი, უნდა სარგებლობდე გარკვეული პოპულარობით საუნივერსიტეტო წრეებში, უნდა გქონდეს მყარად ჩამოყალიბებული ხედვები და ეს იძლევა საფუძველს, რომ განაცხადო პრეტენზია უნივერსიტეტის რექტორობას და მე ხაზი გავუსვი უბრალოდ იმას, რომ არსებობს საკმაოდ მყარი საფუძველი მხარდამჭერთა მასივის, ასე ვთქვათ, არსებობის ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მომავლისკენ იმედით მახედებს, თორემ ახლა ყველაფერი გადაწყვეტილი რომ იყოს, ეგრე არ არის და ამას საუნივერსიტეტო საზოგადოებას ასეთ საუბარს ნამდვილად არ ვაკადრებ. აკადემიურ საბჭოში არის ნაწილი, რომელსაც იმთავითვე მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვს და სიმპათიები, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რა გადაწყვეტილება მიიღოს. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, რა სიტყვით დანარჩენ კანდიდატებზე? გიორგი ხავთაძე, ბესარიონ მიქელდაძე, დიმიტრი კოპალიანი. ბატონ გიორგი ხავთაძეს იცნობთ, რა საკვირველია და გარკვეული აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ და დიმიტრი კოპალიანსა და ბესარიონ მიქელდაძეს. მე არ გამოვდგები კლასიფიკატორად ამ შემთხვევაში, თუმცა ჩემი გარკვეულწილად პოზიტიური შეხედულებები შეიძლება სამივე ამ პიროვნებასთან მიმართებაში მქონდეს. აქვთ აკადემიური წარსული, აქვთ უნივერსიტეტთან მეტნაკლებად მყარი ბმები, ახლა შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს უფრო მყარი იყოს, ზოგ შემთხვევაში უფრო ეპიზოდური ხასიათის. აქვთ თავიანთი სამოქმედო გეგმები, რომლებსაც მე გავეცანი, თუმცა დაწვრილებით ეს ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, მაგრამ ვთვლი, რომ მათ გეგმებში არის პოზიტიური განზრახვები. ასე რომ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში წარმართული ეს მარათონი, ვფიქრობ, ოპტიმალურ არჩევანს მოიტანს. მე ხელთ მაქვს ახლა ბატონო გიორგი განცხადება, რომელიც დაწერილი არის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე და მას ხელს აწერს უნივერსიტეტის თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი. მე ვიტყვი, რომ იმ ნაწილში, რომელიც მე მაქვს თქვენი სახელდაგვარი არ ფიგურირებს, მაგრამ ძირითადად ფიგურირებს ბოლო რექტორის ბატონი გიორგი ხავთაძის მოღვაწეობის პერიოდზეა საუბარი. რბინაიდან ბატონი გიორგი ამ წუთში ჩვენთან არ არის, მე არ ვაპირებ თემის გაშლას, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ როცა გადავიკითხე ეს განცხადება, საშინელი კორუფციული სქემა გამოიკვეთა. შეიძლება თმა ყალხზე დაუდგეს ადამიანს, სხვათა შორის აი ასეთი დარღვევები საბიუჯეტო სფეროსთან არსებულ დაწესებულებებში ბევრგან არის, მაგრამ თუ შეიძლებოდა რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ასეთი რამ ყოფილიყო, ძალიან ძნელად აღსაქმელია. თქვენთვის როგორია დღევანდელი უნივერსიტეტი?
როგორ ხედავთ, რა შეცდომებს ხედავთ და რა არის გამოსასწორებელი? არის თუ არა თქვენი წასვლის შემდეგ შეუძლებელი არ იცოდეთ იმ მოარული ხმების შესახებ, რაც ისევ ნეპოტიზმს უკავშირდება, რაც თანხების გაფლანგვას უკავშირდება, რაც უდისციპლინობას და სხვადასხვა ძალიან ბევრ საკითხს. და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსასწორებელი? რა ხდება დღეს უნივერსიტეტში? მოდი ასე ვთქვათ. თქვენი ხედვით. მინდა სამართლებრივ ნაწილში, რასაც თქვენ ხაზი გაუსვით, მე ვერ გამოვდგები საჯულად ეს სხვა სფეროს წარმომადგენლებმა უნდა იყვნენ. მე გახლავართ პროფესორი და პროფესორის თვალით ხედავ საუნივერსიტეტო პრობლემატიკას. როგორ ხედავს ბატონი გიორგი, როგორც პროფესორი? ჩემი აქცენტი იმაზე თუ რა უნდა გამოსწორდეს უნივერსიტეტში, იმაზე თუ ვთქვათ, რა მომწონს ნაკლებადან, რა არ მომწონს უნივერსიტეტში, არის წმინდა აკადემიურ ჭრილში სათქმელი. პირველ რიგში ვთვლი, რომ უნივერსიტეტმა უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები მისი აკადემიური დონის სასამაღლებლად. აკადემიური დონე თავისთავად გულისხმობს სწავლებისა და კვლევის დონეს. თანაც ეს უნდა მოხდეს მყარი, გაზომვადი, დასავლურ და არა მხოლოდ დასავლურ, პოსტსაბჭოურ გამოცდილებებშიც უკვე გამოიცადა ეს მიდგომები, ესეთი აპრობირებული მიდგომების გამოყენებით. მეორე რისი ხაზგასმაც სურს, უფრო მეტად უნდა შეეწყოს ხელი ახალგაზრდა მკვლევარების და პედაგოგების დამკვიდრებას საუნივერსიტეტო სინამდვილეში. ღირსეულ პროფესურას, რომლებიც უნივერსიტეტისათვის ქმნიან საერთაშორისო რანგის კვლევებს, რომლებიც თავიანთი პედაგოგიური მოღვაწეობით გამორჩეულები არიან, ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ანაზღაურება ერთ-ერთი რთული პრობლემაა ჩვენთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის მინიმალური ხელფასი 2500 ლარია, მაშინ როცა ჩვენთან თანაბარია ხელფასი და დაახლოებით 1200 ლარს წარმოადგენს. ეხლა შორს შეიძლება წაგვიყვანოს ამან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცოტა სხვაგვარი, უფრო ბალანსირებული საშტატო განრიგი აქვს. გასაგებია და ქუთაისში არის თუ არა მიღწევად ის, რომ გაიზარდოს ხელფასები? თუ ეს არ არის ეს მარტივად მიღწევადი. ახლა არსებობს კვანტურ ფიზიკაში ჰაიზენბერგის პრინციპი, რომელიც გეუბნება, რომ თუ წონას კარგად ზომავ, მაშინ იმპულსის გაზომვას ვერ ახერხებ და თუ იმპულსის გაზომვაზე, ასე ვთქვათ, დის სიზუსტეს ხარჯავ, მაშინ წონის გაზომვაში გეკარგება სიზუსტე. ანუ ბალანსი არის დასაჭერი საშტატო განრიგსა და უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებს შორის, თუნდაც სახელფასო მატების თვალსაზრისით. როდესაც უნივერსიტეტში პირობები ექმნება პერსონალს დასაქმების კუთხით, ეს კარგია. თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს დასაქმებული ადამიანი დღეს საზოგადოებისათვის. მაგრამ როდესაც ღირსეულ პროფესორს, რომელიც თქვათ საკუთარი დონით არ ჩამოუვარდება, არავის საქართველოში აქვს ხელფასი 1200 ლარი და არა ვთქვათ 2500 ლარი, ესეც თავის მხრივ იწვევს უკმაყოფილებას. ამიტომ საჭიროა ბალანსის პოვნა საშტატო განრიგსა და სახელფასო ხელშეწყობას შორის. ერთი სიტყვით ეს ძალიან რთული თემა გახლავთ. და თავის დროზე ხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რთული პროცესები იყო, საშტატო კვეცას ჰქონდა ადგილი, ამან დიდი უკმაყოფილებები გამოიწვია, პროფესორის დიდმა ნაწილმა დატოვა უნივერსიტეტი, მაგრამ ქუთაისისაგან განსხვავებით მათ დასაქმების სხვა შესაძლებლობები ჰქონდათ, იმიტომ რომ თბილისში არის რამდენიმე ათეული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებელი. ქუთაისში ერთი სახელმწიფო და ერთი კერძო უმაღლესი სასწავლებელია. ამიტომ უნივერსიტეტში სამსახურ დაკარგულ პროფესორს, თქო, დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები არ აქვს და თავის დროზე, აი, როდესაც 2005 და 2010 წლებს ჩვენ შევეხეთ, ჩემი გუნდის და ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი იყო, რომ შეიძლება გვეზრუნა საშტატო განრიგის შენარჩუნებაზე.
მაგრამ არ ყოფილიყო განრიგი ინფლაციის კუთხით მიდრეკილი. ინფლაცია ნიშნავს მის გაბერვას, გაზრდას, რაღაც უკონტროლო პროცესების დაწყებას. ამ კუთხით უნივერსიტეტს აქვს გარკვეული პრობლემები და საჭიროა მოქნილი გამოსავლის ძიება, რომელიც როგორც ვიცი, თბილისიდან მოწვეული არაერთი პროფესორი, სპეციალისტი, რომლებიც აქ მუშაობენ და ატარებენ ვერ ვიტყვით, რომ ისინი ძალიან ბევრია, მაგრამ დაახლოებით 15-20 ეს აუცილებლობა, რომ თბილისიდან იყვნენ მოწვეული, ალბათ, ხო? არის, თბილისში ამას, რატო ხდება ეს? თბილისშიც, ხა თბილისის უნივერსიტეტი უცხოეთიდან იწვევს პროფესორებს, რომლითაც მისი ძალების გაძლიერება რატო გეკითხებით, ბატონო გიორგი, გამარჯვების შემთხვევაში თქვენ ალბათ დადგებით აი ამ თქვენ წინაშე დადგება ეს საკითხი ძალიან ბევრი არაერთი ვიცი პიროვნება რომელიც ჩივის უმუშევრობაზე რომელსაც აქვს ხარისხი ქუთაისში ცხოვრობს და ქუთაისიდან იმიტომ რომ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა თბილისში არის მიწვეული აი ასეთი დისბალანსია და რატომ ხდება მაშინ ესეთი რამ მე ვიცი რამდენიმე პიროვნება რომელიც ვინაიდან აქ არ გამოიძებნა მათთვის ადგილი თბილისში ისარგებლა მიწვევით. დღევანდელი ქართული აკადემიური საზოგადოების ერთ-ერთი დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ ძალიან იმრავლა სამეცნიერო ხარისხის მქონე პირებმა. კი, და ძალიან იმრავლა შემდეგ მაძიებლებმაც უნივერსიტეტის სივრცეში დამკვიდრების მსურველების. მე ვერ ვიტყვი, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი კარებს უხურავს ღირსეულ ქუთაისელ მკვლევარებს და პედაგოგებს. ეს არც ჩემ დროს ყოფილა, ვფიქრობ, რომ დღესაც ეგრე არ არის. უფრო მე ვსაუბრობ პირიქით, უნდა იქნეს გაღებულ კარებთან ერთად გამორჩეულთა ხელშეწყობის მექანიზმები მოძიებული. სხვაგვარად უნივერსიტეტი წინ ვერ წავ. გეთანხმებით ძალიან სწორი ხედვა, მაგრამ რა ვუყოთ იმ მოარულ ხმებს, რომლებიც საუბრობენ კლანურ დაჯგუფებაზე უნივერსიტეტში და სხვათა შორის აი ამ განცხადებაში ხაზგასმულია ეს საკითხი. არ შეიძლება ყველაფერი იყოს ჭორის დონეზე, ჭორს ყოველთვის აქვს საბაბი და სხვათა შორის ჩვეულებრივ საზოგადოებაშიც ძალიან ხშირად საუბრობენ ამ თემაზე და თქვენ როგორ შეგიძლიათ, რა შეგიძლიათ თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით? თვლით რომ არ არის ეს დაჯგუფებები? მე რა შემიძლია ვთქვა? რაღაცას თუ იტყვი უნდა დაასაბუთო კიდევაც მე ასეთნაირად მიმაჩნია. მე ვიტყვი ერთს, რაც უნივერსიტეტის ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემას შეადგენს. უნივერსიტეტი დღეს განიცდის დეფიციტს მისი ავტონომიურობისა. განცდა, ანუ უნივერსიტეტის ავტონომიურობას ფაქიზი და რთული ცნება გახლავთ, დამოუკიდებლობა, სახელმწიფოსთან ურთიერთობა, ეს ბალანსირებული უნდა იქნეს. საუნივერსიტეტო საზოგადოება ვფიქრობ, რომ ავტონომიურობის ხარისხის განცდის თვალსაზრისით ცოტა პრობლემურია. დღეს არ არის ავტონომიურობის ის განცდა უნივერსიტეტში, რაც საჭიროა. და ავტონომიურობა ახლა გულისხმობს, რომ უნივერსიტეტის მმართველი რგოლი უნდა იყოს ძალიან კარგი შუამავალი ხელისუფლებასა და პროფესურას შორის. მან უნდა პროფესურის ინტერესები დაიცვას ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, პატივი უნდა სცეს პროფესორთა და სტუდენტთა აკადემიურ და პიროვნულ თავისუფლებებს. ამ კუთხით საჭიროა გარკვეული ძვრები გაკეთდეს ჩვენთან ვფიქრობ და შემდეგ კლანურობაც და ასე შემდეგ ახლა შორს მიმავალი ტერმინია კლანურობა, თლად შეიძლება ამ ეტაპზე ახლა ზოგადად ნათქვამია, მაგრამ კონკრეტული ფაქტებიც არსებობს რისი დასახელებაც. გუნდურობა არის მოქმედი ფაქტორი ყველა დაწესებულებაში, ყველა ორგანიზმში და ზოგჯერ ამ გუნდურობას მაგრამ გუნდურობამ არ უნდა ჩაძიროს პროფესიონალიზმი და არ უნდა გადადოს პარაზიტული ხასიათისა არ უნდა გახდეს. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ თუ მოხდა ისე რომ დავიკავე რექტორის თანამდებობა გადახედავთ ამ საკითხს. შევეცდები მხოლოდ და მხოლოდ მიუკერძოებელი ღირსებებზე და პროფესიონალიზმზე აგებული შეფასებების მიხედვით მივიღო და ჩამოვაყალიბო
მმართველობითი რგოლი უნივერსიტეტში. ბატონო გიორგი, ტექნიკური ბაზის სიმწირეა მუდმივად სიმწირეზეა საუბარი, ანუ თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს უნივერსიტეტი. ერთი სიტყვით, დღევანდელ რექტორს, ვინც კი იქნება რექტორი, ძალიან სერიოზული საკმაოდ ბევრი სამუშაო და დიდი გამოწვევები ექნებათ. აი ამ ხრივ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ უფრო უკეთესი გახდეს უნივერსიტეტი, ბაზა იყოს თანამედროვე, ძლიერი, გამართული, რის შედეგადაც შეიძლება ძალიან მაღალკვალიფიციური კადრი მივიღოთ. საერთოდ თუ რამ არის ხელის შემშლელი უნივერსიტეტების განვითარებისა, ერთ-ერთი არის ფინანსები. უნივერსიტეტი დღეს საკუთარ თავს თვითონ ირჩენს სტუდენტთა შემონატანების მეშვეობით. მართალია, ბოლო 2 წლის განმავლობაში სახელმწიფომ გაუზარდა დაფინანსება უნივერსიტეტებს, მაგრამ ეს არ არის საბაზო დაფინანსება, ეს დაფინანსება კვლავ სტუდენტებს მიჰყვება იმ პრიორიტეტული მიმართულებების და მიხედვით, რომელიც განისაზღვრა და თუ ვთქვათ 2010 წელს, 2007 წელს, როდესაც მე მიწევდა მმართველობაში ყოფნა, სახელმწიფოს წილი ბიუჯეტში იყო სადღაც 10-15%, დღეს ეს არის 30-35%. სახელმწიფო დაფინანსების წილი საუნივერსიტეტო ბიუჯეტში. მოხდა გარკვეული ზრდა, მაგრამ საბაზო დაფინანსების არარსებობა აფერხებს უნივერსიტეტების განვითარებას. უნივერსიტეტს ნამდვილად არ აქვს იმის სახსრები, პროფესორაც არჩინოს, ხელფასებიც გასცეს, ყოველდღიური ხარჯები დაფაროს, რაც უხვად არის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და სუპერთანამედროვე ლაბორატორიების შექმნაზეც იზრუნოს. ეს რთული პრობლემაა, მაგრამ გამოსწორებადი მე გულზე ხელი დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ აქ არ არსებობს, ასე ვთქვათ, გამოსავალი, ასე არ არის. მაშინაც კი აი 2005-2010 წლებში არსებობდა პროგრამები სამინისტროს ეგიდით, რომელიც აფინანსებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ლაბორატორიების განვითარების პროექტებს და იყო წლები, როდესაც ამ პროგრამების ბიუჯეტი საკმაოდ დიდი გახლდათ. საჭიროა ესეთი ტიპის პროგრამებში აქტიური ჩართულობა. მე შემიძლია მოვიყვანო ერთი ნათელი მაგალითი. უნივერსიტეტს 2009 წელს შეემატა ერთი ახალი კორპუსი, რომელშიც სამედიცინო, ბიოლოგიისა და ქიმიის მიმართულებები არის განთავსებული ტაბიძის ქუჩის მხრიდან. ეს იყო სახელმწიფოს მხრივ გამოვლენილი კეთილინება, ჯერ რომ ფართი გადმოგვეცა და შემდეგ დაახლოებით 800.000 ლარი დაფინანსდა რეაბილიტაციის სამუშაოები. კარგი მაგალითია იმისა, რომ შეიძლება უნივერსიტეტი არ ფლობდეს საბაზო დაფინანსებას, მაგრამ ხელისუფლებასთან აქტიური მუშაობით, სამინისტროს შესაბამის პროგრამებში აქტიური ჩართულობით არის გარკვეული პოზიტიური ძვრების მიღწევა შესაძლებელი. გასაგებია, გმადლობთ და მინდა ერთ-ერთი თქვენი კონკურენტის ციტირება გავაკეთო ახლა ბესარიონ მიქელთაძე სვამს კითხვას. რატომ არის უნივერსიტეტი პრაქტიკულად ყველა ნოვაციური საუნივერსიტეტო პროცესებიდან ამოვარდნილი? უნივერსიტეტი განვითარებული ქვეყნების ტოპ ასეულშიც არ მოიხსენება. რეალობა არის მწარეო. რას უპასუხებდით აი ამ კითხვას, ბატონო გიორგი? რას ნიშნავს ტოპ ასეულში? ახლა საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრციდან გასაგებია, რომ ბატონი ბესო რასაც გულისხმობს პრობლემატიკისა გამო, თუმცა ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებულია. ანუ საერთოდ ჩვენ უნდა გქონდეს რეალისტური ხედვა. უტრირება არ არის უნივერსიტეტთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, სწორი ხედვა. პოსტსაბჭოთა სივრცის უნივერსიტეტებს შორის თუ ამ რეიტინგების მიხედვით ვისაუბრებთ, პირველ 4 ასეულში შედის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პირველ 5 ასეულში შედის ტარტუს უნივერსიტეტი ესტონური. დანარჩენი უნივერსიტეტები არის იმის ზემოთ. რეიტინგული, ასე ვთქვათ, სისტემებიც სხვადასხვაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სადღაც 1300-ე ერთ-ერთ რეიტინგში, ჭავჭავაძის უნივერსიტეტიც დაახლოებით ამ დონეზე დგას.
არ არის იოლი ტოპასეულში მოხვედრა. ხა ტოპასეული ჩვენ დავისახოთ მიზნად, ეს ცოტა утопიური გეგმა გახლავთ დამერწმუნეთ. ჩვენ უნდა დავისახოთ მიზნად კვლევის და სწავლების დონის თვისობრივი გაუმჯობესება, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უპასუხებს, ქართულ სინამდვილეში გაუზრდის პრესტიჟს უნივერსიტეტს და ჩვენს პოტენციურ სტუდენტებს შეუქმნის დაინტერესებას ჩვენი უნივერსიტეტით. ჩვენ დღეს ჯადოსნური ჯოხი დავიკავოთ ხელში და ხვალ ტოპასეულში შევიდეთ, ეს რეალისტური ხედვა არ არის. მაგრამ რეალისტურია ის ხედვა, რომ ყოველდღიური შრომით მივაღწიოთ კვლევის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. გასაგებია. სხვათა შორის ბატონი ბესო მოწვეული გვყავდა დღეს ეთერში, მაგრამ მონოლოგის პრინციპით არ ვაპირებ მონაწილეობას ბის მიღებას გადაცემაში და მინდა დებატებში სხვათა შორის ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნივერსიტეტს ბევრი აქვს პრობლემები, მაგრამ უნივერსიტეტს აქვს გარკვეული მიმართულებები, სადაც სწავლების და კვლევის დონე საკმაოდ მაღალია. ისე არ არის, რომ ვიღაცამ გაანულოს ერთბაშად ჩვენი უნივერსიტეტის პრესტიჟი. ამას მე ვერ დავეთანხმები. უნივერსიტეტს ყავს საკმაოდ ღირსეული პროფესორა, რომელთაც აქვს პოტენციალი სწორი დაგეგმვის, სწორი მმართველობის შემთხვევაში უნივერსიტეტის განვითარება უზრუნველყო. ამის რესურსს რომ ვერ ხედავდეთ, მაშინ რა გვინდა და თქვათ რატო ვფიქრობთ, რომ გვაქვს უნივერსიტეტში ხელმძღვანელობის სურვილი. გასაგებია. და ბოლოს რამდენიმე წინადადებით რეზიუმე გავაკეთოთ, როგორ ხედავს გიორგი ონიანი თანამედროვე უნივერსიტეტს? თანამედროვე უნივერსიტეტი ეს არის თუნდაც აგერჩიეთ რექტორად და პირველი ნაბიჯები, პირველი გეგმები და საერთოდ 4 წლიანი მმართველობის პერიოდში, როგორ ხედავთ უნივერსიტეტს? მე ჩემი გეგმები ინტერნეტშიც არის დადებული უნივერსიტეტის საიტზე და ამ დოკუმენტში რაც აქვს დასახული, ყველა მიმართულებით შევეცდები შესაბამისი მუშაობა წარმართო. რაც შეეხება 4 წლის შემდეგ ხედავ შესაძლებლად იმას, რომ სწავლებისა და კვლევის ხარისხი იქნება ამაღლებული, პროფესორას ექნება მაღალი ხელფასები, შეიძლება სელექციურად მათი ღირსებების და ვთქვათ შესაძლებლობების შესაბამისად ყველას ჩვენ ვერ დავპირდებით ძალიან დიდ ხელფასს, მაგრამ მუშაობა წარიმართება, რომ ღირსეულ პროფესორს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს. ხედავ იმას, რომ უნივერსიტეტში ავტონომიურობის ხარისხი გაიზრდება და პროფესორიც, სტუდენტიც თავის თავს თავისუფალ უნივერსიტეტად იგრძნობს, რომელსაც დასული ექნება აკადემიური და პიროვნული თავისუფლებები. და ხედავ იმასაც, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგება. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატებები და სულ მალე 23-იც მოვა და ვნახოთ. დიდი მადლობა თქვენს სტუდიაში მოწვევისათვის, საინტერესო შეკითხვებისათვის. მადლობთ, კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა.